ლიპარასკეობა სვანეთიდან, მესტიიდან. Აი, გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს როგორც გითხარით, ლიპარასკეობაა ჩვენი გადაცემის დღე. ეს არის გადაცემა, სადაც ყოველ პარასკევს მე გიორგი ლიპარიშვილი, იგივე ლიპარა წარადგენ ხოლმე სხვადასხვა წიგნს, ზოგ საბავშვო, ზოგ სათითოს. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს სვანეთიდან ვართ და ისიც არ არის შემთხვევითი, რომ შევარჩიეთ წიგნი მიხეილ ხერგიანის დღიური. ჩანაწერები დიდი ქართველი და არა მარტო ქართველი, იმიტომ რომ თავისი სიდიადით ის ქართველობასაც კი ცდებოდა და საქართველოსაც ცდებოდა უბრალოდ ჩანაწერები დღიური, სადაც თავის ბავშვობას, თავის მთამსვლობას თუ თავგადასავლებს იხსენებს. ეს წიგნი უკვე 10 წლის გახდა და მე რამდენიმე ამონარის წაგიკითხავთ. წაგიკითხავთ იმ ადგილიდან, სადაც მიხეილ ხერგიანი ცხოვრობდა და ახლა მისი სახლ-მუზეუმია, ჰარაჩვეულებრივი სახლ-მუზეუმი, სადაც გიმასპინძლებს მიხეილ ხერგიანის შთამომავალი, მისი ძმისშვილი, ასევე მიხეილ ხერგიანი, ის მთამსვლელი და აქაურობის მომლამაზებელი და დიდი მზრუნველი. და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, მოკლედ მესტიას თუ დაგეგმავთ მუზეუმში შემოირბინეთ მიხეილ ხერგიანის ამბების სანახავად. და მე კი წიგნს მიუბრუნდები და დავიწყოთ მიხეილ ხერგიანის დღიურის მოკლედ გაცნობა. პირველ იყოს დაბადებით. მაშინ ასე ვიწყებთ. მე დავიბადე მესტიის რაიონში, გლეხის ოჯახში. ჩვენი ოჯახის უფროსი იყო ბაბუა ანტონი. რომელიც მონადირე იყო, განთქმული მონადირე რაიონში და მთამსვლელების გამყოლი. ოჯახის წევრები ვიყავით 15 სული. 7 წლის რომ გავხდი, გარდამეცვალა დედა, უფროსი და ბიძა, სულ ყველა სამთვეში. მე და ჩემი და ევა სკოლიდან გაგვიწყეს. ჩვენს ოჯახში ტიპის ავადმყოფობა იყო და იმიტომ. მოკლედ ესეთი რთული ბავშვობით დაიწყო ცხოვრება, მაგრამ მე თავის თავში იპოვა ძალა, რომ ჭკვიანი და ძლიერი სპორტსმენი გამხდარიყო. ნახოთ უკვე მისი სპორტსმენობის დროინდელი ჩანაწერები. აი მაგალითად ერთგან ამბობს, რომ 1954 წლის ჩანაწერში ვიყავი ყველაზე უშიშარი მთამსვლელი. არც შიში ვიცოდი, არც იმას ვფიქრობდი, რომ მე რომ მოვწყდებოდი, ჩემს ამხანაგსაც ვღუპავდი და არც ვიცოდი რა იყო დაღლა მთაში. ვერ შემეძლო 2 ზურგჩანთა მეტარებინა, ზოგჯერ 3-ც. არ შემეძლო ყურება, ვისაც უჭირდა მთაში. და მთამსვლელები ხშირად მარტო საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც ეხმარებიან ხოლმე მთაში და სპორტსმენებთან ერთად მაშველებიც არიან ხოლმე და ბევრ სამაშველო ექსპედიციაშიც მონაწილეობდა მიხეილ ხერგიანი. მე რატომღაც თავიდან მიყვარდა ისეთი კლდეები, სადაც ხალხი არ ეკარებოდა. ნათქვამია, ჩვენთან დედა შვილს ეუბნებოდაო, შვილო გენაცვალე, ცხარი აი მინდორში არ წაიყვანო, იქ ჩვევია დიდი დევი, ის შეგჭამსო. შვილს მაინც და მაინც იქ მიყავდა. მეც ასე გამომდიოდა. ყოველთვის და ეხლაც. ამიტომ იყო, რომ ისეთი გზებით დადიოდა, რომელსაც აუსვლელი ბილიკებით და მარშრუტებით დადიოდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში მთებში. კიდევ არის ესეთი აი მაგალითად ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, როცა ძალიან მციოდ ესეთი ჩანაწერი აქვს, ხამე ერთმანეთს ვაწვევოდით, ჩვენი ტანის სითბოთი ვათბობდით ერთმანეთს. კარგმა მთამსვლელმა ყოველ ამინდში უნდა იაროს. მე ყოველთვის ხვდებოდი მეფეებთან ერთ თოქში. ყველაზე ძლიერი იყვნენ ჯონ ბრაუნი, პოლი და ხუ. კლდის ვეფხვიც იქ დამარქვეს. რა მაგარი ღირსეული ნაბიჯია, ხო? რომ თავის კოლეგებს ესე მეფეებად მოიხსენიებს დიდ მთამსვლელებს. აი ერთგან ქონდა ესეთი რამე, რომ აცხადებდნენ როგორც რუსეთის მოქალაქე, საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელს და ესეთი რამე ჩანაწერი აქვს, რომ 1961 წელს ხდება მოქმედება. პირველი ჩემი დამარცხება მთაში. მე მუშაობდი მთამსვლელთა საინსტრუქტორო სკოლაში, ბანაკ ჯანტუიგანში, სადაც ჩამოვიდნენ ოთარ გიგინეიშვილი და გივი ყალაბეგაშვილი, რომლებმაც ძალიან თხოვეს წასვლა ტიან-შანის ექსპედიციაში. მე რა უფლება მქონდა, როდესაც საქართველოს აწყობდა ამ ხელ ექსპედიციას გამარჯვების მწვერვალის დასაპყრობად. მე სადაც ცხოვრობდი, ყაბარდო-ბალყარეთში უფროსები ჩემს გაშვებაზე წინააღმდეგი წავიდნენ. ჩვენს რესპუბლიკაში ცხოვრობო, ჩვენი რესპუბლიკის სახელზე იარეო. მე უპასუხე დღესვე ამოვეწერები და სულ წავალ მეთქი. მაშინ დათანხმდნენ. როგორც მე ვიყავი ექსპედიციაში დაპატიჟებული, ისე იყვნენ მიშა უმცროსი და ჯუმბერ კახიანი. როდესაც საქართველოდან გადის ერთი ჯგუფი, ყველამ ერთი ხმით უნდა ილაპარაკოს ერთ საქმეზე. ამაგარი სიტყვები აქვს არა? და კიდევ ერთი, რომ სპორტსმენის ღირსებაზე და მთამსვლელის ღირსებაზე ესეთი ჩანაწერი, მარტო კარგი სპორტსმენი ის არის, რომელიც არ არის ეგოისტი და შურიანი.
სხვა სპორტში კიდევ შეიძლება. თამსვლელობის ოჯახში არა. ერთი რამ მიკვირდა მაშინაც. სადაც ძნელი იყო, იქ უკეთესად მიდიოდა მიშა. თავის მეგობარზე ყვება. სადაც იოლი იქ ცუდად. შევეკითხე, მიშა მიპასუხა, მე საერთოდ არ შემიძლია სიარული, მაგრამ ძნელ ადგილას მეშინია, მე თუ გადმოვარდი, შენც გადმოგაგდებ და შენც დაგღუპაო. ანუ როგორ უფრთხილდებიან თამსვლელები გაჭირვების დროსაც კი ერთმანეთს, ხო? და ეს სლოგანი ქონდა ესე როგორც ამბობენ, ერთის უყველას თვინ და ყველა ერთის თვინო. ცნობილი სლოგანი ქონდა თვითონაც ხშირად გამოყენებული. შემოდგომის კლდეზე ცოცვაში ისევ ოქროს მედალი. პამირში ჩვენთან ერთად იყვნენ ინგლისის მთამსვლელები. მათი ორი კარგი მთამსვლელი დაეღუპათ. ჯონ ხატს უფრო ადრე მოუხვდა წასვლა ლონდონში. დილას შემოვიდა ჩემთან და მითხრა, შენ კარგი მთამსვლელი ხარო. ჩვენთან ძალიან გაფასებენ, ამიტომ გაუფრთხილდი შენ თავს. ოქროს მედლებს თავი არ შესწირო. სულ არ გინდა ოქრო მედლები. ჩვენ ისეც გიცნობთ, როგორც უძლიერეს მთამსვლელსო. და კიდევ ნახე როგორი ზრუნვა აქვს ერთმანეთის მიმართ, ხო? იმიტომ რომ თა რამდენადაც საინტერესოა, ჯადოსნურია, იდუმალია, რაღაც მიმზიდველია, მაგნიტურზე მეტად. თითქოს მთა არის დედამიწა მთელი თავისი მიზიდულობით, ხო? ამდენადვე საშიშია, ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური სპორტია, ხო? და ერთ-ერთ ჩანაწერში კიდევ ამბობს მიხეილ ხერგიანი, შენს მიწაწყალზე მაინც სულ სხვა გემო აქვს გამარჯვებას. აქ დავაპაუზოთ, დანარჩენ შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში მიხეილ ხერგიანის დღიური, დაათვალიეროთ ფოტოები, რომელიც ამ წიგნშია ბოლოსკენ თავმოყრილი. მიხეილ ხერგიანი სულ რაღაც 37 წლის გარდაიცვალა, დაიღუპა ერთ-ერთი ექსპედიციის დროს იტალიაში, როცა ქვათაცვენის დროს თოკი გაუწყდა და ესე ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ჩამოსვენებაც სვანეთში ერთი დიდი ტრაგედია იყო და ძალიან კარგი სიტყვა აქვს ოთარ ჭილაძეს თავის წიგნში წინ მარადისობა მოსაგონად მიხეილ ხერგიანისთვის. და ისიც შეგიძლიათ მე ჩაჭყიდოთ და წაიკითხოთ. მე დღეს ამით გემშვიდობებით, შეგიძლიათ მიხეილ ხერგიანის მუზეუმს გამოვუაროთ და კიდევ კარგი იქნება თუ ამ წიგნს თარგმნიან ბევრ ენაზე, ევროპულ ენებზე, ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად და ასე შემდეგ, რომ ბევრმა თამსვლელმა და მთისმოყვარე ადამიანმა წაიკითხოს ეს დღიური ჩანაწერები, იპოვოს ძალა, იპოვოს ენერგია და მთა კიდევ უფრო მეტად შეიყვაროს. მთა და ადამიანები. მე შემდეგ ლიპარასკევამდე გემშვიდობებით, დროებით მალე შევხვდებით. ნახვამდის. წავედით.